სვანეთში ხარ ნაყოფ. სვანეთში არა ვარ ნაყოფ. იქაც მივართ. მე ძალიან მაინტერესებს. ასე რომ, მოდი ბოლნისზე ვილაპარაკოთ რა. ბოლნისის გერბი ბოლნისის სიტყვა საიდან მოდის? სულხან-საბა ორბელიანსა განმარტება სიტყვა ბოვი. ადგილი სადაც მოიპოვება ოქრო ვერცხლი და ასეთი რაღაცები, რისი გამოდნობა შეიძლება. 53 წელს დაბის სახელი მიენიჭა და 1967-ში მგონი უკვე ქალაქის. ზუსტად არ ვიცი ახლა როგორ გითხრათ, მაგრამ ძველ ქართულად არ მინდა რაღაცებში ჩავიხედო რა. აი ეს არის ბოლნისის გერბი. ზემოდან ციხესიმაგრე რაც ქალაქს ნიშნავს, ბოლნური ჯვარი მე-5 საუკუნის საქართველოში მგონი ყველაზე ძველი ჯვარია, რაც კი სადმე ეკლესიაზე ყოფილა. აი აქ ძველ ქართულად აწირია ბოლნისი. ფერებს რაც შეეხება. წითელი ფერი არის, აი ეს მეწამული. ბრძოლისა, სამშობლო დაცვის ფერი, თეთრი სისპეტაკე, ნამუსი და რწმენა. დროშა ბოლნისის. აი კიდე ანუ დაკეცილი ახლა ქარი არ არის, მაგრამ დროშა არის აი ესეთი. ანუ ეს რო არის. არა, დროშა არის აი ესეთი ზუსტად. აი ესეთი დროშა ყველა ქალაქს, რაიონს აქვს თავისი დროშა და გერბი, რო იცოდი. თუ ვინც არის ეს რა? კასპს აქვს. წრე აღნიშნავსო მარადიულობას, იმიტომ წრეს არ დასასრული აქვს და არ დასაწყისი. ანუ მარადიულობას აღნიშნავს ბოლნური ჯვარი საქართველოს სიმბოლოა, ანუ ყველაზე ძველი ჯვარია, აი. ნახეთ, ვიღაცა ღვთისმშობელ ადამიანს გაუკეთებია თვითონ ეს ბოლნური ჯვარი მე-5 საუკუნის. აი ესეა გამოსახული. ეს არის ორიგინალი. ქართულად აწერია. ხო. ეს არის ბოლნისის რუკა, თვითონ ქალაქის. და კლარა ამინდა. მე და ბატონ დავითსა გვაქვს. ბატონო დავით. ერთი წელი გამომართვი. აი ესეთი რაღაც, აი. 40 ლარი. გაშალე. არა, ნუ შენობა.